ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ჩინოსანი მაიკ პენსი აცხადებს, რომ ამერიკის საგარეო უწყება, ცენტრალური დაზვერვა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და USAID-ის დახმარებით სხვადასხვა სახელმწიფოში ფერად რევოლუციებს აწყობდნენ. ხელისუფლების ცვლილების მიზანი კი ისეთი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსვლა იყო, რომელთა ხელშიც შეძლებდნენ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური თუ სამხედრო პოზიციის შეცვლას. მაიკ პენსი ფერადი რევოლუციების მოწყობის სცენარზე საუბრობს, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში მეორდება და მათ პოლიტიკურად ან ეკონომიკურად დაინტერესებული ადამიანები ან ორგანიზაციები აფინანსებენ. მაგალითად კი ჯორჯ სოროსის ფონდს ასახელებს. პენსი მიიჩნევს, რომ ხავარდოვანი რევოლუციის სცენარს ახლაც იყენებენ ევროპასა და ამერიკაში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატები. არსებობს ფერადი რევოლუციების სპეციალისტების პროფესიონალური კლასი. ისინი არიან სახელმწიფო დეპარტამენტში, ცენტრალურ დაზვერვაში, არიან არასამთავრობო ორგანიზაციებში. USAID აცხადებს, რომ ფული გამოყოფილია ინკლუზიურობისა თუ LGBT მხარდამჭერი პროგრამებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებისთვის ან პროფკავშირებისთვის. ამ დროს ქვეყნიდან ქვეყანაში ქმნიდნენ ადამიანები ჯგუფებს, რომლებსაც ასწავლიან და ხელფასსაც უხდიან. არსებობს სპეციალური ტექნიკა თუ როგორ დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. აცხადებ, რომ მიზანი ავტოკრატიის შეჩერებაა დემოკრატიის სახელით. სინამდვილეში ფერადი რევოლუციები ძალაუფლებისკენ მიმავალი გზაა საგარეო პოლიტიკურ სფეროში ჩართული პოლიტიკოსებისთვის, რადგან როცა შეგიძლია დაამხო ხელისუფლება და მის ადგილას მარიონეტი მოიყვანო, შეგიძლია შენი სპონსორების სასარგებლოდ შეცვალო იმ ქვეყნის ეკონომიკა, ან შეცვალო ქვეყნის თავდაცვის ან სამხედრო პოზიცია, მაგალითად დააყენო ამერიკის სამხედრო ბაზა. როცა სახელმწიფო დეპარტამენტს დაზვერვას ან მათი სპონსორების გარემოცვას სურს სახელმწიფო მთავრობის დამხობა, რომელიც პოპულარულია და საკუთარი ხალხი უყვარს, მათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეაქვთ. ახდენენ დესტაბილიზაციას პოლიციის მხრიდან რეპრესიების პროვოცირების გზით. პოლიცია იძულებული ხდება ხალხის ჯგუფის პროვოკაციას გაუმკლავდეს. ამას კი ადამიანის უფლებების დარღვევას არქმევენ და შედეგად მთავრობა საერთაშორისო ზეწოლასა და სანქციებს იღებს.